რა არის ფტორი და რატო არის ის მსოფლიოში ყველაზე საშიში ელემენტი? სალამი, ინჟინერია დეტალია. ოდესმე გიკითხავთ, რომელია მსოფლიოში ყველაზე საშიში ქიმიური ელემენტი. ნეტავ არსებობს ისეთი ელემენტი, რომელიც იმდენად რეაქტიულია, რომ თითქმის შეუძლებელია მისი შეკავება. შეუძლია რეაგირება თითქმის ყველაფერთან, რასაც კი ეხება, მათ შორის თქვენთანაც. და კიდევ ნეტავ შესაძლებელია, რომ იგივე ელემენტი სხვა ფორმით იყოს თქვენს კბილის პასტაში, ან იმ ტაფაში, რომელსაც საჭმლის მოსამზადებლად იყენებთ. დღეს ჩვენ გავხსნით ფტორის საიდუმლოს. ელემენტი, რომელიც ისეთივე მომხიბვლელია, როგორც საშიში, რომელსაც აქვს რეპუტაცია, რომ ყველაზე საშიშია პერიოდულ ცხრილში. მაგრამ მართლა ასეა? და თუ ასეა, როგორ ახერხებს ინჟინერია ამ ხეცის მოთვინიერებას, რომ წარმოუდგენელი სარგებელი მოგვიტანოს? მაგრამ ბოლოს და ბოლოს, რა არის ფტორი? ფტორი არის ქიმიური ელემენტი, რომელსაც აღნიშნავენ სიმბოლოთი F და ატომური ნომერი აქვს 9. ის ეკუთვნის ჰალოგენების ოჯახს, რომლებიც ცნობილია იმით, რომ ელემენტარულ ფორმაში ძალიან რეაქტიულები არიან. ანუ, როდესაც ის მარტო არის, ის არ არის მყარი ან სითხე, არამედ გაზია. მოყვითალო მომწვანო, ფერმკრთალი შეფერილობისაა და აქვს მძაფრი და გამაღიზიანებელი სუნი. და ეს გაზის ფორმა არის F2, რომ წარმოდგენა შეგექმნათ მისი ბუნების შესახებ. ეს არის ჰაერზე უფრო მძიმე გაზი და მისი დნობისა და ადუღების წერტილები უკიდურესად დაბალია, რაც ნიშნავს, რომ ის გაზის მდგომარეობაში რჩება ძალიან დაბალ ტემპერატურებშიც კი. მაგრამ რა არის ის, რაც მას მართლაც განსაკუთრებულს, ანუ კეთრ რომ ვთქვათ, ესეთ რეაქტიულს ხდის? ფტორის თავისებურების გასაგებად მთავარი მისი ატომური სტრუქტურაა და უფრო კონკრეტულად კი თვისება, რომელსაც ელექტრონეგატიურობა ეწოდება. იფიქრეთ ასე. ყველა ატომს აქვს ელექტრონებისადმი ერთგვარი შიმშილი, რათა დაასრულოს თავისი გარეშრეები და გახდეს სტაბილური. მაგრამ ყველა ელემენტს შორის ფტორი ყველაზე მეტად შიმშილობს. მას აქვს ელექტრონების მიმართ ყველაზე ძლიერი მიზიდულობის ძალა, რაც მას უკიდურესად ოქსიდანტად აქცევს. ანუ ის თითქმის ნებისმიერი სხვა ელემენტისგან იპარავს ელექტრონებს, რომელსაც შეხვდება. და ამას საოცარი ძალით აკეთებს. ელექტრონებისადმი ეს წყურვილი მას პერიოდული სისტემის ყველაზე რეაქტიურ ელემენტად აქცევს. ის საქმეს სერიოზულად ეკიდება. ის ფეთქებად რეაქციაში შედის მეტალების უმეტესობასთან, ბევრ არამეტალთან და ზოგიერთ ინერტულ აირქანაც კი, რომლებიც ცნობილია თავისი უმოქმედობით. მაგალითად, თუ მას წყალს დააკონტაქტებთ, მიიღებთ ძალზე ძლიერ რეაქციას, რომელიც გამოხობს სითბოს და წარმოქმნის საკმაოდ აგრესიულ პროდუქტებს. ეს უკიდურესი რეაქტიულობა მას საშიშ ნივთიერებათა კატეგორიაში აყენებს. მაგრამ პარადოქსულად, ასევე წარმოუდგენლად სასარგებლოს ხდის სხვადასხვა გამოყენებაში. მაშ, რატო იფლება ეს ელემენტი ასეთი საშიშად? ფტორის საშიშროება მის ელემენტარულ ფორმაში, ანუ F2 გაზის სახით, ბევრად ცდება მის რეაქტიულობას, ის არის კოროზიული და მეტად ტოქსიკური გაზი. თუ ჩაისუნთქება, ის იწვევს სერიოზულ დაზიანებებს სასუნთქზე, რაც შეიძლება გამოიწვიოს ფილტვის შეშუპება და თუნდაც სიკვდილიც კი. კანკან შეხებისას ის იწვევს მძიმე ქიმიურ დამწრობებს, ხოლო მისგან წარმოქმნილი ნაერთები ასევე შეიძლება ძალიან დამანგრეველი იყოს. მისი რეაქციების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქვეპროდუქტი არის ფტორწყალბადმჟავა. სხვა ძლიერი მჟავებისგან განსხვავებით, როგორიცაა გოგირდმჟავა ან მარილმჟავა, რომლებიც დაუყოვნებლივ იწვევს ტკივილს, ფტორწყალბადმჟავა ვერ აგულია. ის აღწევს კანში ისე, რომ თავდაპირველად დიდ ტკივილს არ იწვევს, აზიანებს ქსოვილებს და რაც კიდევ უფრო შემაშფოთებელია, ის აზიანებს ძვლებს, რადგან ორგანიზმიდან კალციუმს ითვისებს. ეს ხანგრძლივი და ღრმა მოქმედება შეიძლება გამოიწვიოს ორგანოების მძიმე და სისტემური დაზიანება, რაც ფტორწყალბადმჟავასთან შეხებას უკიდურესად საშიშსა და მკურნალობისთვის რთულს ხდის. მისი უნარი კოროზია მოახდინოს მინის ზედაპირზე, მაგალითად, ხაზს უსვამს, რამდენად აგრესიულია იგი. წარმოიდგინეთ ელემენტი, რომელსაც ვერ შეინახავთ ჩვეულებრივ მინის ჭურჭელში, მაგრამ თუ ის ასეთი საშიშია, რატო არის ფტორი ესეთი მნიშვნელოვანი ინჟინერიისა და მრეწველობისთვის? აქ იმალება მთავარი პრობლემა, ეს არის ფტორის პარადოქსი. მისი უკიდურესი რეაქტიულობა, როდესაც კონტროლდება და სწორად არის მიმართული, შეიძლება წარმოქმნას ნაერთები საოცრად სტაბილური და სასარგებლო თვისებებით. საიდუმლო იმაშია, თუ როგორ ერთიანდება ის სხვა ატომებთან.
ის ქმნის ძალიან ძლიერ ქიმიურ ბმებს, ფტორი მშვიდდება და ქმნის მასალებს ისეთი თვისებებით, რომელთა მიღწევაც სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა. ყველაზე ცნობილი მაგალითი ალბათ პოლიტეტრახტორეთილენია, უფრო ცნობილია როგორც ფთათფე ან ტეფლონი. ეს პოლიმერი, რომელიც შედგება ნახშირბადისა და ფტორისგან, მასალაა, რომელიც ლოგიკას ეწინააღმდეგება. ის არაწებუადია, გამძლეა მაღალ ტემპერატურებზე და პრაქტიკულად ინერტულია თითქმის ყველა ქიმიური ნივთიერების მიმართ. ჯადოსნობა ხდება იმიტომ, რომ ნახშირბადსა და ფტორს შორის კავშირები წარმოუდგენლად ძლიერია. რაც იცავს ნახშირბადის მთავარ ჯაჭვს და მასალას, უკიდურესად სტაბილურსა და არარეაქტიურს ხდის. ეს მას აუცილებელს ხდის არაწებუად ტაფებში, სამრეწველო საფარებში, სამედიცინო იმპლანტებში და თუნდაც კოსმოსურ კოსტიუმებში. ტეფლონის გარდა, ფტორს გადამწყვეტი როლი აქვს ნახევარგამტარების წარმოებაში. მაგალითად, მიკროჩიპების ინდუსტრია იყენებს ფტორიან ნაერთებს გრავირების ან ეჩინგის პროცესებში, რომლებიც სილიკონის ვაფერებზე მიკროსკოპულ წრეებს კვეთენ. ფტორის ნაერთების სიზუსტისა და კონტროლირებადი რეაქტიულობის გარეშე ჩვენი კომპიუტერებისა და სმარტფონების მინიატურიზაცია შეუძლებელი იქნებოდა. ენერგეტიკის სექტორში ფტორი აუცილებელია ურანის ზღვრამდიდრებისთვის. იმისთვის, რომ ურანი გამოიყენონ როგორც საწვავი ბირთვულ რეაქტორებში, მისი გამდიდრება აუცილებელია. ანუ ურანის 235 იზოტოპის პროპორცია უნდა გაიზარდოს. ეს კეთდება ურანის გარდაქმნით, ურანის ჰექსაფტორიდად, ანუ UF6-ed, რომელიც გაზია. იზოტოპებს შორის მასის სხვაობის გამო UF6 შეიძლება გაიხოს ცენტრიფუგებში, რაც საშუალებას იძლევა ურანი 235-ის კონცენტრაცია. ამგვარად, ფტორი ენერგიის წარმოების ჯაჭვში მნიშვნელოვანი რგოლია. თემა, რომელსაც ჩვენ უკვე შევეხეთ აქ სხვა ვიდეოში. მაგრამ მოიცადეთ, კბილის პასტაში არსებული ფტორი იგივე ფტორია, რომელზეც ვსაუბრობთ. ეს შესანიშნავი კითხვაა, რომელიც ბევრ დაბნეულობას იწვევს. ფტორი, რომელიც ელემენტარული აირის სახით ესეთ ზიანს იწვევს, არ არის იგივე, რასაც კბილის პასტაში ან ფტორირებულ წყალში ხვდებით. თქვენს კბილის პასტაში ფტორიდის იონს შეხვდებით, რომელიც არის ფტორის ატომი, დამატებითი ელექტრონით, რაც მას სტაბილურს ხდის და სრულიად განსხვავებულ თვისებებს აძლევს. ძალიან დაბალ კონცენტრაციებში, როგორიცაა სასმელ წყალსა და კბილის პასტებში გამოყენებული რაოდენობა, ფტორიდი ეხმარება კბილის ემისემალის გამაგრებაში და ტპილებს კარიესის მიმართ უფრო მდგრადს ხდის. ეს კლასიკური მაგალითია იმისა, თუ როგორ განსაზღვრავს დოზა შხამს და როგორ ცვლის ელემენტის ქიმიური ფორმა მის თვისებებსა და ეფექტებს. მომაკვდინებელი აირიდან ხდება პირის ღრუს ჯანმრთელობის მოკავშირე. ასე რომ ფტორი თავისი ელემენტარული აირისებრი ფორმით მსოფლიოში ყველაზე საშიში ელემენტია. ის ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე რეაქტიული და აგრესიული ელემენტია. ის მოითხოვს უკიდურეს პატივისცემას და ყველაზე მკაცრი უსაფრთხოების პირობებში მოპყრობას ინდუსტრიაში. მაგრამ სწორედ ეს რეაქტიულობაა, რომელიც როდესაც ქიმიური და მასალების ინჟინერიით სწორად კონტროლდება, საშუალებას გვაძლევს შევქმნათ ნაერთები, რომლებმაც რევოლუცია მოახდინეს სხვადასხვა სფეროში, კულინარიიდან დაწყებული აეროკოსმოსურით დამთავრებული. და რომლებიც აუცილებელია ჩვენი თანამედროვე ცხოვრებისათვის და უახლესი ტექნოლოგიებისთვის. თუ აქამდე მოხვედი და ვიდეო მოგეწონა, გამოიწერე არხი თუ ჯერ არ ხარ გამოწერილი და ალაიქე და ჩართე შეტყობინებების ზარი. და თუ ჩვენი კონტენტი საინტერესო გეჩვენება, განიხილე წევრად გახდომა, რათა დაგვეხმარო პლატფორმაზე კონტენტის შეთქმის გაგრძელებაში და ჩვენს ვიდეოებში მოგიხსენიოთ. და შენ ოდესმე დაფიქრებულ ხარ ელემენტის დუალობაზე, მაგალითად ფტორზე, იცნობ სხვა ელემენტებსაც, რომლებსაც ასევე აქვთ ეს ორმაგი ბუნება. დატოვე კომენტარი, მინდა ვიცოდე შენი აზრი. აქ გვერდით არის ორი საინტერესო ვიდეოს არჩევანი, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახო, რათა გააფართო შენი ცოდნა და დააკმაყოფილო შენი ცნობის მოყვარეობა. თუ გინდა რომ დაგვეხმარო, დაალაიქე ვიდეო, გამოიწერე არხი, ჩართე ზარი და დაფიქრდი არხის წევრობაზე. ეს იყო ყველაფერი ინჟინერიის მოყვარულებო. დიდი მოკითხვა და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.